თემურ პაპასკირი არის ჩვენი სტუმარი კოალიციას მშვიდობებისთვის წევრი მოგესალმებით თემურ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პრინციპში რაღაც გასაგებია რომ ერთ-ორ დღეში ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა, მაგრამ საერთოდ რამდენად წარმოგიდგენია რომ შეთანხმები დასრულდეს ეს ომი. თითქოს ზელენსკიც ამბობს რომ მზად არის კომპრომისებისთვის, აგერ უშაკოვიც ამბობს რომ რაღაცები მისაღებია, მაგრამ და სამი წერტილია. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ის, რასაც თანხმდება უკრაინა, იმას არ თანხმდება რუსეთი და რასაც თანხმდება რუსეთი, უბრალოდ რასაც ითხოვს რუსეთი, იმას ვერ დათანხმდება უკრაინა. ანუ განსხვავება აქვს ამ შემთხვევაში ზუსტად ამ ფორმულირებაში, რომ ერთი მხარე ვერ დათანხმდება, ხოლო მეორე არ თანხმდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ის მეორეც ვერ თანხმდება ახლა, იმიტომ რომ ხელოვნური რო დაიწყე, ამდენი ადამიანი შეწყდა რუსეთს გულისხმობ, არაფრის გარეშე ვერ დაამთავრებო. ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაამთავროს ომი და ოღონდ ძალიან აქ სახის შენარჩუნებაზეა უკვე. ხო, აქ დუგინმა ძალიან კარგად თქვა წინა კვირაში ამ შემთხვევაში, რომ რუსეთისთვის სიამოვნებაში მიუღებელია ეს შეთანხმება სამშვიდობო, მაგრამ თავარია მისი ჩასვლა არ უნდა დაბრალდეს რუსეთს. აი, მან პირდაპირ აჩვენა ამ შემთხვევაში, რომ ჩვენი ტაქტიკა იქნება ახლა ასეთი, რომ ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენ არ ჩავშალოთ ეს შეთანხმება. ზელენსკი ამას აკეთებს უკვე თითქმის 9 წელიწადია. შესაბამისად, აქ ძალიან რთული სათქმელია ამ შემთხვევაში, რომ არ მუშაობს რეალურად რუსეთის მხარეს. უკრაინა შეიძლება ძალიან გაუჭირდეს უახლოეს ხანებში, თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მართლაც გადაწყვეტა რაღაცა დახმარებების შემცირება ან შეწყვეტა რაღაც სახის დახმარებების, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპას გაცილებით მეტი რესურსი გააჩნია, ევროკავშირს ბევრად დიდი რესურსი გააჩნია. რომ დროთა განმავლობაში ეს დეფიციტი აღმოფხვას და აქედან გამომდინარე რუსეთისთვის ეს გაცილებით რთული საწარმოებელი იქნება გამოფიტვისათვის ომი. გამოფიტვისათვის ომი რუსეთმა აქამდე მეტნაკლებად ახერხებს. ხო, ახლა აი ევროპაც მათ ძლივს აგერ მიაღწია შეთანხმებას, რომ ნელ-ნელა საბოლოოდ გაანულებენ, მაგრამ რუსეთის ეკონომიკაში მცირდება შემოსავლები, იქ დაუსანქცირეს კომპანიები, ბოლოს ტრამპმა დაასანქცირა, მაგრამ მაინც ახერხებს, ხო, რომ ჯერ გააგრძელოს ეს ომი და ამის რესურსებია. კი, ოღონდ ახლა ჩვენ შევადაროთ მაშინ ეს არა იმდენად პირველ მსოფლიო ომს, რომელიც ძალიან მასშტაბური ომი იყო ამ შემთხვევაში, არამედ შევადაროთ ავღანეთის ომს, რომელიც გაცილებით მცირე მასშტაბიანი იყო. მაგრამ სადაც რუსეთი წააწყდა საბჭოთა კავშირი ამ შემთხვევაში, წააწყდა ზუსტად იგივე პრობლემებს, რასაც ახლა აწყდება. და საბჭოთა კავშირი ბევრად ძლიერი სახელმწიფო იყო რუსეთზე. საბჭოთა კავშირის ძლიერება 70-იან წლების მეორე ნახევარში ეყრდნობოდა ნავთობის მკვეთრ გაძვირებას, რამაც რუსული ნავთობის ფასი $2-დან ბარელზე $30 ზევით აწია, მაშინ როდესაც მსოფლიო ფასმა $80 მიაღწია და რუსული ნავთობი იმდენად დაბალხარისხიანი იყო, რომ ამის მეტით, ასე ვთქვათ, ვერ გაძვირდა, მაგრამ ესეც იმხელა შემოსავალი გამოდგა საბჭოთა კავშირისთვის, რომ რა, ასე ვთქვათ, ქნეს, ადგნენ და დაიწყეს გაცილებით აგრესიული პოლიტიკის წარმოება, გაზარდეს დაფინანსებები უცხოური კომუნისტური პარტიებისათვის. შეიჭრნენ ავღანეთში, თავდაპირველად თითქოს პრობლემებიც არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ პრობლემები თანდათან წამოვიდა. გაჩაღდა პარტიზანული ბრძოლა ჯერ ავღანეთში, შემდგომ ნავთობის ფასები დაეცა როდესაც რეიგანმა მიაღწია შეთანხმებას საუდის არაბეთთან და საუდის არაბეთმა გახსნა თავისი ნავთობის ველები, გაცილებით მეტი ნავთობის წარმოება დაიწყო და ნავთობი დაეცა ისევ ჩვეულებრივ თანხაზე. და აი ამ სიტუაციაში უკვე საბჭოთა კავშირს რესურსი უბრალოდ არ გააჩნია. ხო, მაგრამ რუსეთი უფრო ის, ხო, ჩინეთის ხარჯზე, ინდოეთის ხარჯზე, სხვების ხარჯზე აღმოჩნდა უფრო გამძლეა სიტუაცია. ხო და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ეკეტება თანდათან, ხო? ჩინეთი ძალიანად ვერ იყიდის იმ ნავთობს და ვერ შეცვლის, ვერ ჩაანაცვლებს ევროკავშირს რუსული ნავთობის და რუსული გაზის მოთხოვნაში. მით უმეტეს საუბარი როდესაც არის ინდოეთზე, რომელსაც
უამრავი გაცილებით უფრო მიმზიდველი სტრატეგიული თვალსაზრისით შეიძლება წინადადება გაუჩნდეს ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, სწორედ ახლა შედის რუსეთი იმ ფაზაში, როდესაც გამოფიტვა მას უკვე სერიოზულად დაეტყობა. ვხედავთ, რომ გაზარდეს DGG, ბიუჯეტში სამხედრო წილი მკვეთრად გაზრდილია. ანუ ფული არ აქვს საკმარისი რაოდენობით, DGG-ს გაზრდა 20-დან 22%-მდე ამაზე მეტყველებს, უკვე მე რამდენად მეორჯერ გაზარდეს უახლოეს ხანებში ეს DGG მათ და შესაბამისად აქედან გამომდინარე საუბრობენ ახლა პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას, რაც რასაკვირველია ისევ და ისევ მეტყველებს იმაზე, რომ არ გააჩნიათ ფინანსურად კარგი მდგომარეობა და რამდენხანს გააძლევს რუსეთი ამ მდგომარეობაში, როდესაც ევროკავშირიდან ის უზარმაზარი თანხები შემოაკლდება, აი მე უკვე საკითხავია უბრალოდ. მით უმეტეს რომ ხელშესახები წარმატებები ფრონტზე მათ არ გააჩნიათ. ახლა რამდენიმე პატარა ქალაქთან მიაღწევს. მე რამდენი დაიღეს კუპიანსკისგან თუ სხვასთან, კუპიანსკი და პოკროვსკი და ასე შემდეგ, იქ აქვთ ხო რაღაც. მე რამდენი თქვეს რომ კუპიანსკი ავიღეთო და შემდეგ ირკვევა რომ პირიქით უკან დაუხევიათ. მე რამდენი თქვეს პოკროვსკი ავიღეთო და ბოლომდე აღებული არ აქვს და შესაბამისად როდის აიღებენ კიდე თუ აიღებენ საერთოდ ისიც საკითხავია. ანუ მთლიანად სიტუაცია ასეთია, რომ კი უკრაინას ნამდვილად აქვს მისაღები არაპოპულარული გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულწილად დაგვიანებულია. მე მიმაჩნია, რომ 25 წელზე გაწვევის ასაკი ნამდვილად ძალიან ამ ომის პირობებში უკვე ზედმეტად მაღალია. ბოლო-ბოლო 21-მდე მაინც უნდა დაწყიოს, ალბათ ზელენსკი მაგ საუბარი არ არის 18 წელზე, 21 წელზე უნდა დაწყიოს და შესაბამისად გაიწვიოს ახალი მასა ჯარისკაცების, მით უმეტეს რომ ახლა ძირითადად იმდენად არ სჭირდებათ უკვე ქვეითი არმია უკრაინელებს, რამდენადაც დრონების ოპერატორები სჭირდებათ დიდი რაოდენობით და აქ ბევრად უფრო უსაფრთხო არის ამ შემთხვევაში რასაკვირველია ამ ხალხისთვის. კი ბატონო, აქ თემა ის არის, რომ ვინ უფრო ადრე დანებდება. ხო, ამაზეა საუბარი დღეს. გამოფიტვისთვის ომი ზუსტად ადრე დანებდება და ნუ გასაგებია ხო, იმიტომ რომ კულება მას თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ მოგვიწევს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, ეხა ის რას გულისხმობდა კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება აქ იყოს რაღაც კომპრომისები. ეს კომპრომისები, თქვა, იგივე ტერიტორიული დათმობები, ხო, აი მე წავიკითხე. ხო, რუსი მაღალჩინოსის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ტერიტორიული დათმობის გარეშე ჩვენ არაფერს არ ვთანხმდებით. ანუ რუსეთი ითხოვს, რომ რაღაც უნდა მიიღოს ამ ომისგან. თუნდაც მცირედი, კი თავიდან ქონდა დიდი გეგმები, რომ აი იქ უნდა დაამხოს ზელენსკი, რაღაცა მთელი უკრაინა ფაქტობრივად მისი ვასალი უნდა იყოს, მაგრამ ეხა თანახმარი თუნდაც დონეცკის ხო ზედა დონბასზე თანახმარი თუ ის მარტო დონბასზე არა აქ ამ შემთხვევაში ამ 4 რეგიონზე. ხო, იმაზე არ ვიცი რამდენად არის. თითქოს იმ შამშევოგმეში არ იყო ის ზაპოროჟიეს და სხვები. არა, რაიონულ ცენტრებზე არ არის საუბარი, მაგრამ იმ ტერიტორიებზე რომლებიც უკავია, ხო, რომელიც უკვე უკავია, კი ბატონო. ხო, ანუ ტერიტორიების ასე ვთქვათ მიღება უნდა უკრაინისგან და ამაზე დათანხმება რამდენად გონივრული იქნება უკრაინისგან. არანაირად არ იქნება სწორი. მთელი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც შენ თანხმდები რაღაცას ამ კუთხით, შემდგომ რუსეთი ამ მოლაპარაკებებს ჩაშლის და მოლაპარაკებები იწყება ამ პუნქტიდან უკვე. არა საწყის წერტილიდან, არამედ ამ პუნქტიდან. ამაზე ხო შენ უკვე დათანხმდი. და ახლა მე კიდევ მეც მოვითხოვ. ეს არის რუსული მოლაპარაკებების ტაქტიკა, რომელიც საკმაოდ ცნობილია და ყოველთვის ამ ტაქტიკას იყენებს ხოლმე რუსეთი. შესაბამისად ახლა უკრაინელებმა იციან ეს რომ ეს ტაქტიკა ასეთია, შესაბამისად მათ იციან რომ რაღაცეებში უბრალოდ უკან დახევა არ შეიძლება. არ შეიძლება ფორმალურად რაღაცის დათმობა, არ შეიძლება ჯარის შემცირებას დათმობა და არ შეიძლება ფორმალურად ჩაწერა რაღაცაზე უარის თქმის, ვთქვათ ნატოზე უარის თქმის, თუ სანაცვლოდ არ იქნება მსგავსი ტიპის გარანტია. უკრაინელები ამ პუნქტში თანახმარიან, ვთქვათ რომ ნატოს წევრობა გადაიდოს, მაგრამ მსგავსი ტიპის გარანტია უნდა მიიღონ, იმიტომ რომ უკრაინელები კარგად ხვდებიან, რომ ნატოზე შეიძლება ვთქვათ უარი თქვან ამ შემთხვევაში, მაგრამ ევროკავშირის წევრობაზე უარს ვერავინ ვერ ათქმევინებს. ევროკავშირის წევრები გახდებიან 2030-ში და შემდგომ უკვე ევროკავშირს შეცვლილი აქვს, ასე ვთქვათ, ვითარება და იქ უკვე იარსებებს ნატოს მსგავსი თავდაცვის მექანიზმები, სავარაუდოდ
ჩამოყალიბდება. მე ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგიც იქნება რუსეთი. ხო, აი საქმეც იმაშია, რომ ფორმალურად ამ წინადადებას ვერ აყენებს რუსეთი და არ აყენებს. და ვერ აყენებს რეალურად, იმიტომ რომ მაშინ ეს უკვე ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ კაი, ნატო სამხედრო პოლიტიკური კავშირია, მაგრამ ევროკავშირი ხო არ არის სამხედრო პოლიტიკური. ხო, უკვე დაიწყეს უშუალოდ საუბარი იმას შესახებ, მე მგონი მედმედევმა თქვა ეს რომ ევროკავშირსო ისე მიდიან რომ ისინი სამხედრო ალიანსი გახდებაო ადრე თუ გვიან. ხო, გასაგებია. გასაგებია. უკვე ეგეც საშიშია ვარ. ხო, მეც ზუსტად ეგ ვთქვი, რომ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირმა შეცვალა თავისი პოზიცია, რატომ? იმიტომ რომ ტრამპის გამო შეცვალა. რეალურად თავის პოზიცია, რომ თურმე საჭიროა თავდაცვა ჰქონდეს თავის დონეზე და არ იყვნენ ამერიკელებზე დამოკიდებული ევროპულ საქმეებში. მათ არ ეგონათ, რომ ევროპაში რაიმე კონფლიქტის კერა შეიძლება და გაჩენილიყოს სერიოზული, რომელიც მოითხოვდა მათი მხრიდან დიდ ხარჯებს თავდაცვას და ამიტომ მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების იმედზე იყვნენ. ფაქტობრივად, ახლა ეს ვითარება შეცვლილია და უახლოეს 10 წელიწადში ეს უკვე საბოლოოდ გაფორმდება. ახლა 10 წელი ისტორიისთვის არაფერია, ჩვენთვის არის. ხო, ჩვენ რა ვითარებაში ვართ, ამაზეც მინდა გადავიდეთ. ეხლა ინტენსიურად ქართული ოცნება ცდილობს ამ ვითარება გაყიდოს ისე, რომ აი ჩვენ ყველაფერში მართლები ვიყავით, რა პოლიტიკასაც ვატარებდით და აგერ ჩანს დღეს თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ მოლდოვა რა დღეშიც არის, თუ შალო პაპუაშვილმა თქვა, მე მგონი მოლდოვა რა დღეშიც არის, ჩვენ სამ დღეში აღმოჩნდებოდით ეკონომიკურად, რომ დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინაო. ასევე პაპუაშვილმა თქვა უბრაიანს უთხარი, რომ თქვენი ელჩი გაგანი ომის დროს მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ. რაზეც მითხრა, რომ შეიძლება შეგვეშალა ზედმეტები მოვითხოვეთო. სად არის პასუხისმგებლობა? იცით პაპუაშვილის განცხადებები თქვა, რომ კელი დეგნანი ხელს მიბრახუნებდა, რომ სანქციები დაგვიწესეთო. მე კითხეს, რომ აბა ომის დაწყებას გთხოვდა, რომ ამბობდი თუ არა, ომს არაო, სანქციების დაწესებას ითხოვდა. თუმცა დღეს ირაკლი კობახიძემ როგორც გამოვიდა და გააკეთა ასეთი განცხადება, რომ შალო პაპუაშვილმა დეგნათან შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო სამი შეხვედრა. საიდანაც ორ შემთხვევაში საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. შემდეგ უფრო მძიმე რამ გვითხრეს, ტყიდან უნდა გვებრძოლა პარტიზანულ ომში. ანუ კობახიძემს არ მოეწონა ის, რომ პაპუაშვილმა ვერ დაადასტურა რომ ომისა და თქვა, რომ მე ვესწრებოდიო ორ შეხვედრასო, სადაც ომში ჩართვას გთხოვდნენ. მოდით ასე ვთქვათ, კობახიძე უბრალოდ ურცხვად ტყუის ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამისთან სისულელეს რასაკვირველია, ამას არავინ არ მოსთხოვდა არასდროს. და მით უმეტეს არავის არ სჭირდება იმისთან მოკავშირის ყოლა, რომელიც რამდენიმე დღესაც ვერ გაძლებს. და ტყუილად ასე ვთქვათ აღმოჩნდება სრულად ოკუპირებული. რასაკვირველია, არასდროს არ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რამე სახის მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა. უფრო მეტიც იმ სანქციებთან დაკავშირებითაც ისეთი მოთხოვნა არ იყო, სხვანაირი მოთხოვნა იყო ამ შემთხვევაში, ანუ და ჩვენ რასაც ხედავთ, ფაქტია, რომ დასავლეთი ითხოვდა, რომ საქართველოს არ მოეხდინა საბოტირება ამ შემთხვევაში იმ სანქციების და არა ის, რომ საქართველო პროაქტიულად შეერთებოდა და რაღაცა თავისი სანქციები დაეწესებინა. მეც არაფერზე არ იყო საუბარი, ხოლო ნუ ახლა ურცხვით ყოლით თითქოს მოლდოვის ეკონომიკა რაღაც საშინელ დღეშია და საქართველოზე ბევრად უარეს დღეშია. საკმარისია ითქვას, რომ მოლდოვა უზარმაზარ თანხებს იღებს ევროკავშირისგან და მისი გაწევრიანების საკითხი უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილივითაა ევროკავშირში და ბევრად უფრო დიდ მოგებას ნახავს მოლდოვა უახლოეს წლებში, ვიდრე ჩვენ ნახავთ იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უზურპატორმა ხელისუფლებამ გადაწყვეტა ევროკავშირისთვის ეგანა. ხო, ნუ წავიკითხავ კიდევ უფრო დეტალურად ამ ციტატას. ამ სამი შეხვედრიდან ამბობს კობახიძე ორ შეხვედრაზე ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ შორის მაგალითად ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როცა კითხვა დაისვა, დაუშვათ, ვეღარ შევაკავეთ აგრესია. რა ხდება ამ შემთხვევაში? პირდაპირ გითხრეს, რომ პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთო. ამ დონის დეტალებში მიდიოდა საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. მეორე ფრონტის გახსნაზე იყო საუბარი. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ ივარგებს მეტი დეტალის თქმა. ანუ ვისთან იყო შეხვედრა არ ამბობს, ანუ დეგნანთან არ იყო ეს. კიდევ უფრო მძიმე რამეს გან შეიძლება იყო, მაგრამ ეს არ ასახელებს. ქვეყანა თავზე რომ დაგექცევა, ტყიდან იომეთო, ეს გითხრეს და ეს კიდევ უფრო მძიმეა. რასაც ვიხსენებ, პირველად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მე კიდევ უფრო მძიმე რამ გითხრეს, ტყიდან გვებრძოლა პარტიზანულ ომში. მოდით რა, თუმცა ვისთან ვინ იყო ამ ფორმატში მოსულიო, ამასო ვერ გეტყვითო. მოდით თავი დავანებოთ ამ სისულელის პროპაგანდირებას ისედაც ეწევა, ასე ვთქვათ, პროსანტარობო მედია. ამაზე პასუხების გაცემა და სიტუაციის ნათლად ჩვენება, როცა
აქამდე სულ საუბრობდნენ რომ მეორე ფრონტის გახსნას გთხოვდნენ, მაგრამ ვინ გთხოვდაო? ამას არ ამბობდნენ. მერე გითხრეს deep state-იო თუ რაღაცა გაურკვეველ რაღაცა. ვინ იყო დაასახელე, ამას ვერ ასახელებენ. როდესაც მიდგა კონკრეტულად დასახელებაზე, ამ გაბედეს და კელი დეგნანი დაასახელეს, იქ უკვე ის ვერ თქვეს რომ კელი დეგნანი მეორე ფრონტს გთხოვდაო. იმიტომ რომ კელი დეგნანი გამოვა და უარყოფს. ამიტომ თქვეს რომ არა, კელი დეგნანი სანქციების დაწესებას გთხოვდაო. ეს რომ ამაზე რო ვატყვა ამბავი რომ თურმე მეორე ფრონტს არ გთხოვდა, ხა გამოვიდა რომ არა, როგორ არაო, სამი შეხვედრა იყო, სადაც მეორე ფრონტის გახსნა გთხოვდნენო, მაგრამ მაგრამ იმის ვიმთხოვდა იმას ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, ვერ იტყვის, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში ის ადამიანი ელემენტარულად გამოვა და იტყვის, რომ ძალიან დიდ ბოდიში ამისთან საუბარს ადგილი არ ქონია და თქვენ რაღაცებს ხზავთო და ახლა ამ სისულელებს რასაკვირველია. დღეს რეალურად ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, დღეს რაც ემართება ახლა ქართულ ოცნებას, ვცდილობს როგორმე გადაიტანოს საკითხი BBC-ს გამოძიებიდან და ქიმიური იარაღის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებისგან და ეგ არის მთავარი საკითხი და ხო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ბოლოს სულ ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი. შენი აზრი მითხარი, შესაძლებელი იქნება რაიმეს დამტკიცება? შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც იყო ხო ასეთი ქიმიური ურთიერთობა გამოყენება თეორიულად. თვითონ აღიარეს, რომ გამოვიყენეთ ის ნივთიერება, რომელიც შედის UN 34-29 ქოლგის ქვეშ და მაგრამ იქ არა მარტო აკრძალულია, მხოლოდ ტოქსიკური იარაღი შედის, რომლის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ შეიძლება. ეს პირდაპირ წერია და ყველა ნივთიერება, რომელიც აქ შედის, არის ტოქსიკური და არც ერთი მათგანის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ შეიძლება. იმიტომ არის ისინი ერთი ასე ვთქვათ ნომრის ქვეშ გაერთიანებული. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია უკვე ისედაც სრული პასუხი არის ამ საკითხზე. თავარი პასუხი არის კონკრეტულად რომელი ნივთიერება იყო ამ ქოლგის ქვეშ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ნივთიერება შეიძლება შედიოდეს, მათ შორის ახალი ტიპის ნივთიერებები, რომელიც ნაერთები, რომლებიც შეიძლება წინასწარ არც იყოს ცნობილი. ყველა ვარიანტში ეს არის ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს არის დასჯადი ჰააგის ტრიბუნალის მიერ. ხო, ნახოთ ეს სკანდალი როგორ გაგრძელდება. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.